მიზეზი რატომ არ გამოცხადდა მაჟორიტარი კანდიდატური ნაციონალური მოძრაობის ანუ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. მიზეზი იყო ის, რომ მას არაფერი ჰქონდა სასწრაფო მოსახლეობის ამ კატეგორიის მიმართ, თუ შეცვლა მას იმისი, რომ ეს კატეგორია ორმაგადებული აღმოჩნდა იმ დაპირების ფონზე, რომელიც მათ ესე იგი შეპირდნენ, რომ ნავსადგურში დაასაქმებდნენ ამ ხალხს, მისცემდნენ ან ახლო მშენებლობაზე პირველ რიგში დაკმაყოფილებული იქნება, უზრუნველყოფილი იქნებოდნენ ბინებით და სოციალური დახმარებებით, მინიმალური საშუალებებით. რაც არ მოხდა ეს ახეზია და ის ბინები, რომელიც ახალ რაიონზე მაქვს საუბარი ძირითადად, დღესაც რემონტსაც არ ექნებოდა ბაბარება დღევანდელი შეფასებით და თუ ეს სიცხვილი იყო მიზეზი მათი აღმოსვლის, მისი აღმოსვლის კანდიდატის, მაშინ მისაღები და გასაგებია. მაჟორიტარობის კანდიდატი შევხვდი, რომ შემეთანხმებინა მათთან პროექტის ფარგლებში რა ფორმატის შეხვედრა იქნებოდა, ასევე შევხვდი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელსაც გავაცანი ფორმატი, გავაცანი პროექტის მიზნები და მისგან მივიღა უარი შეხვედრა და მონაწილეობაში, თუმცა მისი დასაბუთება სიცხვილი რა მიზეზი იყო, მე არ მივიღე, მათ თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური შეხვედრა და მას არ სურს ამ შეხვედრას მონაწილეობა. მე დაუდასტურე, რომ შეხვედრას აქვს პოლიტიკური კონტექსტი, აქ დასამალი არაფერი არა, ვუთხარი, რომ ყველა მაჟორიტარობის კანდიდატი მინდა ერთდროულად ისხდეს დევნილების წინაშე და დევნილებს ჰქონდეს საშუალება, რომ შეადარონ მათი ხედვები და გააკეთონ ამით ინფორმაცია მიიღონ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და მერე არჩევნებზე ვისაუბრეთ, მოვისმინე მათი ხედვებით, ფაქტობრივად მე ამის რა პრობლემის ხედავს და რა აკეთებული ნაციონალური მოძრაობა, თუმცა ყოველ ამაზე საუბრობ თქვენთან და არა ჩემთან, იმიტომ რომ მე როგორც პროფესიონალი რამდენიმე წელია პროგრამაზე